გადაცემას ვაგრძელებთ სფეროთი, რომელმაც ბიზნესის კეთების ტრადიციული წესები სრულად შეცვალა. დღეს, როცა ბევრი კომპანია ჯერ კიდევ მხოლოდ პროცესების, პროდუქტებისა და გაყიდვების ოპტიკით უყურებს ზრდას, თანამედროვე კონკურენციაში გამარჯვებულს მომხმარებლის გამოცდილება წყვეტს. სწორედ ამ ეკოსისტემის გასაძლიერებლად მომხმარებლის გამოცდილების სტრატეგიული მართვის სააგენტო CX Hub 3 აპრილს ბილდმორში რიგით მესამე მასშტაბურ CX Business Summit ჯორჯიას ატარებს. 2023 წელს ეს საქართველოში პირველი პრეცედენტი იყო. 2026 სამიტი კიდევ უფრო ძლიერი ამბიციით ბრუნდება გააერთიანოს ლიდერები და პარტნიორები, რომლებიც CX აღიქვამენ არა როგორც უბრალოდ სასურველ მიმართულებას, არამედ როგორც ფინანსურად გაზომვად ბიზნეს უპირატესობას. სამიტი ერთ სივრცეში აერთიანებს საერთაშორისო პრაქტიკას, AI ინსტრუმენტებსა და პროფესიულ ქსელს, რომელიც კომპანიებისთვის ზრდის ახალ წერტილებს ქმნის. როგორ იცვლება ქართული ბიზნესის მიდგომა მომხმარებლის მიმართ და რას უნდა ველოდოთ წლევანდელი სამიტისგან? ჩვენი სტუმრები არიან სამიტის ორგანიზატორები და CX Hub-ის თანადამფუძნებლები ნათია ჯიბლაძე და ნანა ახუბაძე, რომლებიც გვერდდებიან ახლა პირდაპირ ეთერში. გამარჯობა, გოგოებო. ძალიან მიხარია თქვენი სტუმრობა და კიდევ უფრო მიხარია იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტობრივად პირველი ნაბიჯებიც და განვითარების ყველა ეტაპიც ჩვენს თვალწინ გაიარა ამ სამიტმაც და CX Hub-იც რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ასე ვთქვათ, ქალების ნარატივის თვალსაჩინოში დგამდა ყველა პროგრესულ ნაბიჯს განვითარების გზაზე და მადლობა იმისთვის, რომ ეს სიახლეც ასე ვთქვათ, ჟღერდება დღეს ჩვენს პირდაპირ ეთერში. ნანა, მოდი თქვენგან დავიწყოთ და სანამ CX Hub-ზე გადავალთ, მინდა რომ სამიტის შესახებ მოვუყვეთ სრულად და დეტალურად. რითი არის წლევანდელი ღონისძიება გამორჩეული და როგორც ვიცით, გარკვეულწილად მასშტაბით შეიცვალა, უფრო გამსხვილდა, არიან საერთაშორისო სპიკერებიც არაერთი წარმოდგენილი და მოგვიყევით როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ ჭრილში, ვინ, როგორ და რა თემებს დაფარავს თქვენს ღონისძიებაზე. მადლობა, მოგესალმებით. მართლაც ძალიან დიდი მადლობა მიხარდაჭერსის, რასაც გრძნობთ ეს 3 წელია ფაქტიურად მართლაც სამიტი ქალების ნარატივთან ერთად განვითარდა და გაიზარდა. მესამე წელია, როგორც ვახსენეთ, ვატარებთ Customer Experience Business Summit-ს. პირველი წელი იყო ჩვენთვის სასიამოვნო გაუცება და აღმოჩენა, რომ ეს მიმართულება, რაც არის მომხმარებლის გამოცდილების მართვაც, მართლაც საინტერესო არის ქართული ბიზნესებისთვის, თუმცა ასევე საინტერესო აღმოჩენა იყო ის, რომ ცნობიერება ამ თემის მნიშვნელობების მიმართ და ცოდნა ჯერ კიდევ არ იყო მოკლედ მოწოდების სიმაღლეზე და ზუსტად ეს იყო ჩვენი, ესე ვთქვათ, მამოძრავებელიც, რომ სამიტი არ დარჩა ერთჯერად ღონისძიებად და რაც განგრძობითი სახე მიიღო და შეიქმნა როგორც სივრცე, სადაც ბიზნესს შეუძლია მომხმარებლის გამოცდილების სისტემური მართვით, იქნება ეს ტექნოლოგიური მართვა, ადამიანური, ესე ვთქვათ, სერვისის კონტექსტის მართვა, თუ მოკლედ სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტი წამოგვეწია და მისი მოკლედ ბენეფიტები მომხმარებლის გამოცდილების მართვის ჭრილში გაუზიაროთ, გავაცნოთ ახალი პრაქტიკები და უკვე მეორე წელს ასევე კიდევ ვალიდაცია იყო ჩვენთვის, რომ გაცილებით მეტი სტუმარი დაიწყო ღონისძიებას, სპიკერებითაც საკმაოდ სახუნცვლოდ ვიყავით წარმოდგენილი და აი მესამე წელსაც მოკლედ აქტიურად მართავთ ღონისძიებას. წლევანდელი სამიტის, ასე ვთქვათ, ძირითადი ფოკუსი 3 არეალი გვექნება. ეს არის ინოვაცია, ინტეგრაცია და ინტერაქცია, რომ ავხსნათ მოკლედ რა კავშირში ეს თემები ერთმანეთთან. ინოვაცია თავისთავად, რა თქმა უნდა, იწვნება მაღალ ტექნოლოგიებს და AI ინსტრუმენტებს, რომელიც საკმაოდ მძლავრად არის დღეს წარმოდგენილი ბაზარზე, თუმცა აქ რაც არის გამოწვევა არის ის, რომ როგორ შეიძლება რომ სწორად იყოს გამოყენებული ეს ინსტრუმენტები, რა მეთოდოლოგიას უნდა დაეფუძნოს იმისთვის, რომ სწორად ჩავაინტეგრიროთ მომხმარებლის გამოცდილების მართვის სისტემებში. მეორე ნაწილი უშუალოდ ინტერაქციას რაც შეეხება, ინტერაქცია ისევ და ისევ ფოკუსირდება მომსახურების ადამიანურ ელემენტებზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს ცხოვრობ ხელოვნური ინტელექტისა და მაღალი ტექნოლოგიების ერაში, რამდენად მნიშვნელოვანი რჩება კომპანიებისთვის ეს ადამიანური ურთიერთობები მომსახურების კონტექსტს, რასაც ვეძახით. მესამე ნაწილი არის უკვე ინტეგრაციის კომპონენტი, ეს ჩვენთვის ძალიან საინტერესო ახალი მიმართულება და თემა არის ახალი სამიტის კონტექსტში. ეს არის უკვე ინკლუზიურობის ნაწილი, ანუ რამდენად უქმნით გამოცდილებას არა საშუალო სტატისტიკურ მომხმარებელს, არამედ უკვე ისეთ ადამიანებს, ვისაც ჩვენგან გაცილებით მეტი ზრუნვა ჭირდება. ამიტომ ეს კომპონენტიც იქნება წარმოდგენილი თავის საინტერესო სპიკერებით. საერთაშორისო სპიკერების ნაწილს დავუბრუნდები. წელს ესეთი
ფორმატი ცოტა შევცვალეთ, რაც გულისხმობს იმას, რომ გვეყოლება გლობალური CX ექსპერტი ნინკა ბლუმი, წარმოდგენილი საერთაშორისო keynote speaker-ის რანგში, რომელიც არ დაასრულებს თავის, ესე ვთქვათ, გამოსვლას და ურთიერთობას აუდიტორიასთან მხოლოდ საუბრით. ნინკა გახლავთ CX game-ის, ეს არის ძალიან საინტერესო თამაში, customer experience-ის გარშემო, სტრატეგიული თამაში, ასე ვთქვათ, რომლის ელემენტებსაც ასევე აუდიტორია გაიცნობა და ჩაერთვება, ასე ვთქვათ, ამ თამაში სამიტის მიმდინარეობის დროს. ამიტომ ესეთი keynote speaker-ის ტრადიციული კლასიკური მიდგომა, რომ გამოვა ადამიანი ისაუბრებს მიგნებებზე, გაზიარებს საინტერესო სიახლეებს, აქ არ გაჩერდება, არ დასრულდება, ძალიან ესეთი ინტერაქტიული, ასე ვთქვათ, მიმართულება გვექნება keynote speaker-ის რანგში წარმოდგენილი. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, გვეყოლებიან სხვა საერთაშორისო სპიკერებიც, მათ შორის CX-აბი გახდა პარტნიორი არაერთი საერთაშორისო საინტერესო პლატფორმის, რომელიც ზუსტად აი ამ მაღალ ტექნოლოგიებს სწორედ და ეფექტურად მიმართავს მომხმარებლის და თანამშრომლის გამოცდილების მართვის კუთხით. გვეყოლებიან მათი წარმომადგენლებიც, ასევე ჩაგვერთვება CXPA-ის დამფუძნებელი, CXPA გახლავთ Customer Experience Professional Associations, ანუ პროფესიული ასოციაცია მიმართულებით, რომლის პირველი აფილირებული კომპანია გახდა CX-აბი ქართულ ბაზარზე და მოკლედ ესეთი საინტერესო ვარიალები გვექნება დაფარული ტექნოლოგიების ნაწილშიც, განათლების ნაწილშიც, ინტერაქციულობის კონტექსტშიც, ასევე ვისაუბრებთ მათ შორის დამწყები კომპანიებისთვის, SME კომპანიებისთვის, სტარტაპერებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია მომხმარებელზე ორიენტირებულობა, საინტერესო მოდელებს წარმოადგენთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ასე ვთქვათ, მზაობის ნაწილში. აი საერთაშორისო პარტნიორებზე მინდა რომ ეხა ნათია მოგვიყვეს უფრო ცვლად და დეტალურად, იმიტომ რომ ვიცი რომ SXL-იც გაფართოვდა CX Hub-თან ერთად და უკვე არაერთ საერთაშორისო ექსპერტს ფარავს და მათ შორის ბიზნესთანაც მჭიდრო კომუნიკაციას კიდევ უფრო აძლიერებს ეს ყველაფერი. მოდი მოგვიყვებით დღეს უკვე თქვენი საპარტნიორო პორტფელი ვის მოიცავს, ვის აერთიანებს და რა შესაძლებლობას აძლევთ ამით ქართულ ბაზარს, ქართულ ბიზნესს, ეს ყველაფერი ჯაჭულად როგორ მოქმედებს ერთმანეთთან. მადლობა ლიკა, პირველ რიგში მოწვევისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის. პრინციპში CX-აბი როგორც მომხმარებლის გამოცდილების სტრატეგიული მართვის სააგენტო თავის დროზეც ამ კონცეფციით ჩამოყალიბდა, თუმცა როგორც ერთ-ერთი რიგითი კვლევითი ან საკონსულტაციო სააგენტო ამ ფორმატით არ ყოფილა ჩვენი ხედვა. ჩანასახიდანვე ბევრად ესეთ ფართო მასშტაბს მოიცავდა ეკოსისტემის შექმნას, customer experience-ის მართვის ეკოსისტემის შექმნას საქართველოში, რომელიც რა თქმა უნდა გაძლიერდებოდა საერთაშორისო პარტნიორობებით და იმ საერთაშორისო ასე ვთქვათ აქტივობებზე, ცოდნაზე, კომპეტენციაზე, მეთოდოლოგიებზე, სტრატეგიებზე, ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე, ხელმისაწვდომობით, რომელიც ასე სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს რეგიონს. შესაბამისად, ჩვენი საპარტნიორო პორტფელი სწორედ ბრძანეთ საკმაოდ საინტერესო და მრავალმხრივ მიმართულებებს ფარავს იმას, რასაც CX ეკოსისტემაში გლობალური კუთხით სხვადასხვა ინსტიტუციები აწვდიან და უზიარებენ საზოგადოებას, დღეს უკვე CX-აბის დახმარებით ქართული ბიზნესებისთვის და ბაზრისთვის არის ხელმისაწვდომი. დავიწყოთ პროფესიული განვითარებით, ჩვენ CX Community Georgia თქვენთან დაპირებულ და ანონსებული ასევე წინა თვეში გავხსენით და წელს უკვე სამიტის შემდგომ აქტიურად უმასპინძლებთ ამ სფეროთი დაინტერესებულ პროფესიულ საზოგადოებას, იმიტომ რომ პროფესიული და კომპეტენციური გამოწვევები ჯერჯერობით კიდევ არსებობს ბაზარზე, ფრაგმენტულად აღიქმება ხოლმე მხოლოდ კვლევებით, რაღაცა კონკრეტული ინდექსების გაზომით მომხმარებლის კმაყოფილების მართვა, ან ტრენინგული, ან პრეტენზიების მართვის წერტილოვანი პრაქტიკებით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ცვლილება სტრატეგიულ სისტემურ დონეზე იყოს გადაწყვეტილი და ამ კუთხით CX-აბი პრაქტიკულ მხარდაჭერასაც უწევს ბიზნესს, მაგრამ პარალელურად ცდილობს, რომ კომპეტენციურად ეს საზოგადოება, ასე ვთქვათ, სხვა ნაბიჯზე და ეტაპზე გადაიყვანოს საფეხურზე, ამიტომ საერთაშორისო პროფესიული ასოციაცია CXPA ამ მიმართულებით მათი პირველი აფილირებული საკონსულტაციო სააგენტო გახლავართ წელს უკვე საქართველოში, როგორც ნანამ აღნიშნა, შემოგვიერთდება და ონლაინ მიმართავს ჩვენს აუდიტორიას ამ სამომავლო გეგმებზე მისი CEO და დამფუძნებელი გრეგ მელია. მეორე ნაწილი მნიშვნელოვანი არის უშუალოდ აღიარება ამ მიმართულებით და შაშან ჩვენ გავხდით და უკვე მეორე წელია გახლავართ ექსკლუზიური პარტნიორი საერთაშორისო CX დაჯილდოების
მიმართულებით შარშან ასევე გახდით ლონდონში, წელსაც Wembley სტადიონზე იმართება საკმაოდ პომპეზური დაჯილდოება ამ მიმართულებით, რაც ბიზნესს აძლევს საშუალებას, რომ გლობალური აღიარება მოიპოვოს მომხმარებელსა და თანამშრომელზე ორიენტირებული და გავლენის მომხდენი საინტერესო პრაქტიკებით. კავკასიის რეგიონსა და უზბეკეთს ვფარავთ და კიდევ უფრო ფართო გეგმები გვაქვს აუცილებლად ამ მიმართულებით დაგიბრუნდებით. ასევე SEUS-თან პარტნიორობით მოგვიწია მე და ნანას წელს უკვე სამჯერ ვიზიტი უშუალოდ MIT-ში, რომელიც მსოფლიოს პირველი წამყვანი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არის, რომელიც საერთაშორისო ინდუსტრიებს გარდაქმნის მომხმარებელზე ორიენტირებულ გადაწყვეტება და ამისი მრავალმილიონიანი და მილიარდიანი პრაქტიკა და შედეგები მეტყველებს ამაზე. შესაბამისად, მთლიანად MIT-ის მეთოდოლოგია და მათი გლობალურ ლიდერთა ქსელის წევრობა CXUB-საც და ქართულ საზოგადოებას და ეკოსისტემასაც აძლევს წვდომას მეთოდოლოგიაზე, რომელიც სტარტაპერობიდან, ანუ ბიზნესის ჩანასახიდან გლობალურ ბაზარზე გასვლამდე ზუსტად მომხმარებელზე ორიენტირებული დისციპლინირებული ნაბიჯებით და კონკრეტული ფრეიმვორკით და მოდელებით ემუშავება ბიზნესს. ეს არის ის ძირითადი არეალები, რაზეც მუშაობთ. ახლა უახლესი, რაც შემოგვიერთდა, არის ის, რომ CX-ის სტრატეგიული მართვის ჰოლისტიკური პლატფორმა საქართველოში არ არსებობს. CX-ს თავისი კონკრეტული გადაწყვეტა AI ინსტრუმენტების გარკვეული ნაწილებით, მათ შორის აუდიო მონიტორინგის კონტექსტში, რაღაცა მომხმარებლის ნებისმიერი უხილავი ნაბიჯების ანალიტიკის ნაწილში დაწყებული აქვს ამ მიმართულებით მუშაობა, თუმცა შემოყვავს ბაზარზე კანადიდან და ამერიკიდან საერთაშორისო AI პლატფორმები, რომელიც ჰოლისტიკურად ერთ სივრცეში აქცევს მომხმარებლის გამოცდილებას და ბიზნესისთვის უფრო მარტივს ხდის ნებისმიერი შეხების წერტილში აღმოჩენას, ისე რომ კვლევებით ძალიან არ შევაწუხოთ მომხმარებელი და პირდაპირ მათი ნაკვალევიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, ამოვიტანოთ ის მტკივნეული წერტილები, ის საინტერესო, ასე ვთქვათ, პრევენციული მექანიზმები და საინტერესო wow experience-ის შექმნელი ინიციატივები, რომლებიც რეალურად გააუმჯობესებს ეს ამბავი და პრინციპში უახლოეს პერსპექტივას უყურებს, როგორც ვიცი ეს გეგმები და ჩვენს გვექნება შესაძლებლობა, რომ შემდეგ უკვე მათი შესრულება გავაცნოთ და გავუზიაროთ ჩვენს მაყურებელს. ნანა, მომხმარებლის გამოცდილებაზე ვსაუბრობთ და მოდი ამ 4 წლიან პერიოდსაც გადავხედოთ, რაც CX-ი ოპერირებს საქართველოში. თქვენი საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით და მათი პრაქტიკის აქტიური გაზიარებით. როგორ შეცვალეთ მომხმარებლის გამოცდილებას? ზოგადად ეს მიდგომა ქართულ ბაზარზე და როგორია დღეს ქართულ ბიზნესთან თქვენი თანამშრომლობა? რამდენად ხედავენ თქვენს როლს, მნიშვნელობას და საჭიროებას? კი ბატონო, ძალიან საინტერესო კითხვა არის და დროულიც. საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ფაქტიურად პირველი სამიტი ჩვენი კომპანიის დაარსებას ძალიან მალევე მოყვა პირველი სამიტის ჩატარება და პირველივე სამიტი იყო ჩვენთვის რაღაცა ესეთი სასიამოვნო გამარჯვების შეგრძნება გაქვს ჩვენ თავთან, იმიტომ რომ სამიტიდანვე ლაივში ჩართვით და მე შემდგომ დღეებში მოყოლილი კომპანიმა დაიწყეს customer experience მენეჯერების მოძიება, მოკლედ ამ პოზიციაზე, რომ აი ამ ყველაფრისთვის ეზრუნათ, რაც დაუშვათ სამიტის ფარგლებში მოისმინეს. მაქედან მოყოლებული ნამდვილად ხედავთ, აი ცნობიერება და მნიშვნელოვნება ამ საკითხისთვის ნამდვილად ჩანს, რომ აქტუალური გახდა ბიზნესისთვის, თუმცა რაც ჯერ კიდევ დეფიციტური არის ჯამურად აღქმა თუ რას ნიშნავს მომხმარებლის გამოცდილების სისტემური მართვა. აი ნათია მახსენა დასაწყისში. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან ისე საინტერესო ჟღერდეს ეს ტერმინი, ყველა სხვადასხვა ინტერპრეტირება აქვს ამ მოკლედ მიმართულების, ხო? ზოგი აღიქვავს ამას სერვისის მართვად, სერვისის ხარისხის მართვად, რომ აი ფრონტლაინში მართო კარგად სერვისი და მოკლედ ეს არის მომხმარებლის გამოცდილების კარგად მართვა, ზოგი აღიქვავს პრეტენზიების მართვად, ზოგისთვის ეს მხოლოდ არის კვლევა მომხმარებლების და უკავშირის ესე ვთქვათ შემოტანა კომპანიაში, თუმცა საერთაშორისო პრაქტიკა, რასაც გვაჩვენებს და რასაც მე და ნათია CX-ის დახმარებით გადაგებთ ჭყალებში, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ამ ყველაფერს ჩვენ უნდა შევხედოთ, კომპანიებმა უნდა შეხედონ ცოტა ზედხედიდან და უფრო მეტად სისტემურად და ეს შენი მომსახურება იქნება, პრეტენზიების მართვა იქნება, თუ კვლევა იქნება, თუ ასე შემდგომ, ეს ყველაფერი სისტემურად თუ არ იმართა და სისტემური ცოდნა თუ არ გაჩნდა ორგანიზაციაში, მხოლოდ, არ ვიცი, ხარისხის მართვის სამსახური პირობითად ვერ უზრუნველყოფს კარგი გამოცდილების შექმნას, იმიტომ რომ კარგი გამოცდილების შექმნა საერთოდ ჩანასახში პროდუქტს როგორ ვქნით, იქიდან იწყება და პროდუქტი და სერვისის დიზაინი რამდენად არის რეალურად მომხმარებლის რეალურ საჭიროებაზე დაფუძნებული. ამიტომ მოკლედ შეიძლება ეს ვთქვათ და შევაჯამოთ ეს ყველაფერი, რომ ის რომ მნიშვნელოვანია ამის მტკიცება ნამდვილად აღარ გვჭირდება დღეს ქართულ ბაზარზე, თუმცა როგორ
უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. ეს კიდევ ჯერ მოკლედ დეფიციტურია და აი ძალიან ცოტა დრო გრჩება და ნათიასთან მინდა რომ CX Awards-ზე აუცილებლად თქვა ორიოდე სიტყვა და არ გამოგრჩეს ეს მიმართულება რა მნიშვნელობის მატარებელია და ესეც ასე თქვა თქვენს წიაღში აღმოჩენებული ახალი მიმართულება, ახალი რაღა, მაგრამ პრინციპში ეს ნაწილიც ვითარდება და მინდა რომ შევაჯამოთ. მადლობა ლიკა, ეს ევარდის ნაწილი პრინციპში არა მარტო ბიზნესებისთვის, მათი აღიარების, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ბაზარზე გატანის კონტექსტში დახმარებას გულისხმობს, არამედ ინდივიდუალური CX leadership-ის კუთხით გავკეთნიერდები და ვახსენებ არა მხოლოდ პირადი ჩემი, არამედ ზოგადად ჯამურად CX-აბის მიერ მთლიანად CX ეკოსისტემის შექმნის წვლილს, რომლის აღიარებაც სულ რამდენიმე თვის წინ მოხდა საერთაშორისო ბაზარზე, top 10-ში გამორჩეულ CX leader-თა შორის 35 ქვეყნის 4000-ზე მეტი მონაწილიდან ეს იყო ფაქტიურად კიდევ ერთი ვალიდაცია და ასე ვთქვათ პოზიტიური სიგნალი ქართული ბიზნეს ეკოსისტემისთვის, რომ ხშირად შეიძლება საქართველოში შექმნილი კულტურა, რაღაცა ეკოსისტემა, სივრცე, სადაც მთლიანად პროფესიონალები, ასე ვთქვათ, საერთაშორისო პრაქტიკა და ტექნოლოგია ერთად იყრის თავს, გახდეს აღიარების საფუძველი და რაღაცნაირი, ასე ვთქვათ, წინა ისტორია იმისთვის, რომ საქართველოდან შეიძლება CX-ის კუთხით განსაკუთრებული მოვლენები და გავლენები შეიქმნას. ამიტომ ეს ვალიდაცია ჩვენთვის პასუხისმგებლობაც არის, აღიარებაც არის იმის, რასაც CX-ს უკეთებია ათეულობით ინდუსტრიის საკმაოდ მნიშვნელოვან კომპანიებთან, როგორც მსხვილი ბიზნესისთვის, იმიტომ რომ მსხვილ ბიზნესს უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ფუფუნება და საშუალება აქვს გზავსი ტიპის სტრატეგიულ თემებზე კონცენტრირდეს, ასევე ჩვენ ვქმნით ხელმისაწვდომობას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, სტარტაპერებისთვის, ნანამ როგორც ახსენა, რომ მათთვის აუთსორსის ფორმატით მთელი ეს ღირებულება და მეთოდოლოგიები, რომელიც საერთაშორისო ბაზრიდან შემოვიტანეთ და ვნერგავთ ქართულ ბაზარზე, იყოს აბსოლუტურად ყველასთვის ხელმისაწვდომი. ხშირად ვამბობთ ხოლმე ეს პატარა ფრაზით დავასრულებ, რა საჭიროა ნებისმიერი ტიპის ცვლილება, ტრანსფორმაცია თუ ის ადამიანის გულამდე არ მიდის, იმიტომ რომ ეს ადამიანია, რომელიც ბიზნესისთვის ქმნის ღირებულებას, იხდის ამაში თანხას და ბიზნესის კომერციული ინტერესების ჯანსაღის და ზუსტად ამ ყველაფერს რომელიც შემდეგ ისევ აკუმულირდება და აუცილებლად უკან დაუბრუნდება შემოსავლების სახით ბიზნესს, რასაც აჩვენებს თანამედროვე პრაქტიკა. მადლობა თქვენ ძალიან საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის, როგორც ყოველთვის საინტერესო აქცენტებისთვის და 3 აპრილს მოკლედ ბილდმორში გაიმართება რიგით მესამე CX Business Summit-ი და ყველას გააქვთ შესაძლებლობა, ბილეთებიც არის TicketJet-ზე, როგორც ვიცით, ხელმისაწვდომი, რომ ასე ვთქვათ, გაიაზროთ თანამედროვე ბიზნესის ის ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხები, რაც მომხმარებელთან ურთიერთობას ეხება საერთაშორისო თუ ადგილობრივი სპიკერების, გამოცდილი კვალიფიციური კადრების მეშვეობით, როგორც გვიანონსებენ CX Hub-ში. მადლობა ძალიან დიდი ნათია ჯიბლაძე და ნანა ახობაძე CX Hub-ის თანადამფუძნებლები იყვნენ ჩვენთან ერთად.